მოგესალმებით მეგობრებო, ქორუმი გვაქვს შესაბამისად ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა შეგვიძლია რომ გავხსნათ. დღეს ჩვენ გვაქვს განსახილველად ერთი საკითხი, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი სავალდებულო წესით განიხილავს პირველი მოსმენით. ეს გახლავთ პაკეტი, რომელიც ძირითადი კანონის პროექტი არის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე თამდევ კანონის პროექტებთან ერთად და ამ კანონს და პაკეტს წარმოგვიდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი დგებუაძე. ბატონო გიორგი, გთხოვთ რომ მოხვიდეთ ტრიბუნასთან, ვინაიდან ჩვენ პირველი მოსმენის წესით და სავალდებულო წესით განვიხილავთ ამ ინიციატივს, ალბათ უპირიანი იქნება რომ ერთიანად წარმოგვიდგინოთ ის პაკეტი, რაც არის დაინიცირებული. ისმენთ და მოგესალმებით. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელთაც ცვლილებები შედის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონსა და თანამდებობრივი ცვლილებების სახით რამდენიმე საკანონმდებლო აქტში. საკანონმდებლო აქტის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურებისათვის. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება, სამსახურის გავლის სპეციალური წესის დადგენა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის მათ მიერ შრომის ანაზღაურების განსხვავებული კომპონენტებით დაზღვევითა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის პროცესის ცალკეული საკითხების რეგულირება. თქვენ როგორც მოგეხსენებათ 2007 წლიდან 2020 წლამდე სახელმწიფო სპეციალური წოდებები ჰქონდათ CP არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ეს სააგენტო 2020 წლიდან გაერთიანდა CP-ში დანაშაულის პრევენციის სააგენტოსთან, რომლის თანამშრომლებიც არ სარგებლობდნენ სპეციალური წოდების მიღების უფლებით. გაერთიანებული CP-ს დღეს მოქმედი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს აღარ ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება დღემდე. სააგენტოს ძირითად ფუნქციებს სხვებს შორის არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულება წარმოადგენს. ამდენად ის თავის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში, უზრუნველყოფს რა დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. აღნიშნული ფუნქციების შესრულება თავისი არსით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს საქმიანობას უკავშირდება და დღის წესრიგში აკენებს საკითხს ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირთათვის შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. მსგავსი ფუნქციების მატარებელი სხვა უწყებების თანამშრომლებს მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ეს 24 წლის 1 იანვრიდან და მათ შორის ეს გათვალისწინებულია და დადგენილია პენიტენციური კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მანამდე სპეციალური წოდება ჰქონდათ სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეებს, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს და იუსტიციის სამინისტროს დანარჩენ მოსამსახურეებს. აღსრულების პოლიციელებს მისი შექმნისთანავე. აღსანიშნავია, რომ არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, თქვენ როგორც მოგეხსენებათ, სააგენტოს მოსამსახურეებს ურთიერთობა აქვს სხვადასხვა სიმძიმის რისკის მქონე, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებთან, უწევთ მათ საცხოვრებელ ადგილას ვიზიტის განხორციელება და ყველა ეს ქმედება ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ისეთ ქმედებებს,
რომელებიც საჭიროებს სპეციალურ მიდგომას, სპეციალურ დაცვას და კიდევ ერთხელ ეს ისეთ ქმედებებთან შეგვიძლია ჩვენ დავაკავშიროთ, რომლებზეც არის სპეციალური წესი გათვალისწინებული სხვადასხვა კანონმდებლობით, სხვადასხვა უწყების თანამშრომლების მიმართ. სააგენტოს მოსამსახურეებს, რომლებსაც თვისობრივად მსგავსი ფუნქციები აქვთ და საკუთარ უფლებამოსილებებს სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებულ სამუშაო პირობებში, მათ შორის არანორმირებულ სამუშაო დროს ახორციელებენ მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულების მოსამსახურეებთან მიმართებით არასათანადო, არათანასწორ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. აქედან გამომდინარე სააგენტოს მოსამსახურეებს და ჩვენ აქ გულისხმობთ საშტატო პოზიციებს, მიზანშეწონილია მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხები თქვენ მოგეხსენებათ სპეციალური კანონმდებლობით წესრიგდება, მათ შორის ანაზღაურება და სოციალური დაცვის სისტემა უფრო მეტი კომპონენტისგან შედგება, კერძოდ თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი და სხვა. ამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის დაახლოება სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ანალოგიური ფუნქციების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემასთან და ამ გზით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოთა მოსამსახურეების თანაბარ პირობებში ჩაყენება. აქედან გამომდინარე საჭიროა სააგენტოს წოდების მქონე მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავდეს არა მხოლოდ საჯარო დაწესებულების შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოს, არამედ იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს. ასევე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატს. ამავე დროს მათ უნდა ჩამოერთვათ საკლასო დანამატის მიღების უფლება ანალოგიური სამსახურის თანამშრომელთა მსგავსად. წოდების მქონე მოსამსახურეს სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურების დაგროვების შემდეგ უნდა გააჩნდეს ადეკვატური სახელმწიფო კომპენსაციით, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით სარგებლობის უფლება და ეს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. და სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა ახსულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი ძირითადი არსი. თქვენ ზოგადად წარმოგიდგენთ, რომ ჩვენ ინფორმაციას რომ წარმოადგენთ ერთი პაკეტი და ამ პაკეტის ფარგლებში ეს იყო რაღაც დაახლოებით რამდენიმე თვის წინ და აი ეს ინიცირებული პროექტი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას სააგენტოს თანამშრომელთა კონკრეტული კატეგორიისთვის ითვალისწინებდა სააგენტოს უფროსისა და მისი მოადგილის, პრობაციის ბიუროს უფროსისა და მისი მოადგილის ჯგუფის უფროსისა და პრობაციის ოფიცრის მიმართ და სხვა თანამშრომლების მიმართ და ასევე ამ პაკეტში პირველად პაკეტში არის ის საკითხები გათვალისწინებული რომლებთან მიმართებითაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ კონკრეტული ეს გაგვენაწილებინა კონკრეტული პირველი ნაწილი თქვენთვის წარმოგვედგინა და მეორე ნაწილი ჩვენ სხვა მიმართულებით წარმოგვემართა და მეორე ნაწილზე გაგვიგრძელებინა მუშაობა სხვადასხვა პაკეტის ფარგლებში იქიდან გამომდინარე რომ ერთი წლის და რამდენიმე წლის წინ იყო სხვა მდგომარეობა, სხვა გამოწვევები და დღეს ჩვენ სხვა საკანონმდებლო დებულებებში ცვლილებები განხორციელდა და ჩვენ ვფიქრობთ რომ მიზანშეწონილია რიგ საკითხებთან მიმართებით ჩვენ ცალკე პაკეტი ავაწყოთ და შემდგომში ეს წარმოგიდგინოთ. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მიზანშეწონილია რომ წოდება მიენიჭოს და შესაბამისი ყველა მოსამსახურეს და ჩვენ აქ საუბრობთ 375 მოსამსახურეზე
შესაბამისად, მათზე სახელმწიფო კომპენსაციის პაკეტი გავრცელდეს, როგორც ეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შემთხვევაში მოხდა. და ჩვენი მიზანია, რომ ამ შემთხვევაშიც სააგენტოს თანამშრომლებზე გავრცელდეს ისეთივე მიდგომები, ისეთივე წესები, როგორიც მოქმედებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნაწილში. ამასთან გთავაზობთ იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ფლობდნენ 2020 წლამდე, აღუდგეთ შესაბამისი წოდებები და გაცნელი დრო ჩაითვალოთ წოდებისთვის მისანიჭებელ პერიოდში. აქვე დავაკონკრეტებ, რომ წინარე ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც მე თქვენ გაგიზიარეთ, მას შემდეგ რაც მოხდა ამ სიპის გაერთიანების შემდეგ იმ პირებმა, რომლებიც წოდებებს ფლობდნენ, მათზე ეს წოდებების სისტემა არ გავრცელდა, სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები და ჩვენ ახლა საუბრობთ, რომ ეს დაუბრუნდეს იმ რეგულაციებს, რომლებიც სიპის გაერთიანებამდე ჰქონდათ ამ თანამშრომლებს და რომლებითაც ეს თანამშრომლები სარგებლობდნენ სიპის გაერთიანებამდე. წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურება შევა თანამდებობრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი და წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო, პრობაციის ოფიცერსა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ცალკეულ მოსამსახურეს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით, რომლის ნიმუშსა და გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი. პრობაციის ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღჭურვილი იქნება სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეო, აუდიო გადამღები ტექნიკით, რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, როგორც პოლიციის შემთხვევაშია და ეს სრულებაც განპირობებულია ამით, რომ პრობაციის ოფიცრებს ხშირ შემთხვევაში უწევთ მძიმე შემთხვევების კონტროლი, რა დროსაც მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით, რომ შემდგომი რეაგირება იყოს უფრო ეფექტიანი და უფრო პროდუქტიული. დაბალი რისკის შეფასების მქონე პირობით ჩავდებულს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს ექნება შესაძლებლობა პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე გამოცხადეს საქართველოს მასშტაბით. აქაც ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას დაბალი რისკის მქონე პირობით მსჯავრდებულს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა გამოცხადდეს არამხოლოდ კონკრეტულ პრობაციის ბიუროში, არამედ საქართველოს მასშტაბით პრობაციის ბიუროში და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ მიზნებს, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობაში არის გაწერილი რესოციალიზაცია და რეაბილიტაციის კუთხით. გარდა ამისა, კანონპროექტი განსაზღვრავს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციების მსგავსია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსგავსად, როგორც ეს პენიტენციური კოდექსითაა დადგენილი. ანუ აქაც ეს ცვლილებები ავტომატურად იწვევს ცვლილებებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში და როგორც ეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნაწილში პენიტენციური კოდექსის დროს მოხდა და მისი ამოქმედებისას, აქედან გამომდინარე ეს თანმდევ ცვლილებებს იწვევს რიგ საკანონმდებლო აქტებში. მოსამსახურეს ეკრძალება მაგალითად ამ წესების მიხედვით სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სინთვალის მდგომარეობაში ყოფნა, საჯარო მოხელის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, ჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში, მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა მიეცემა თანამდებობრივი სარგოს მიმართულებით, წელთა ნამსახურობის დანამატის მიმართულებით, წოდებრივი სარგოს მიმართულებით, სახელფასო დანამატის მიმართულებით, მოსამსახურეს კადრების განყოფილებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო, როგორც ეს ხდება სხვა რიგ შემთხვევებში, სხვა რიგ უწყებებში არსებული რეგულაციების პროპორციულად.
მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მოხელეს მის ოჯახის მემკვიდრეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება და ასევე ის რიგი მცირე პრიორიტეტული მიმართულებები, სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები, წამახალისებები მიმართულებები, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, თამდევი ცვლილებები ხორციელდება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და აქ სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით მოქმედება გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონით, სააგენტოს მარეგულირებელი კანონით, საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ საქართველოს კანონში შედის სპეციალური თანამდები ცვლილება და ჩვენ აქ შესაბამისი სპეციალური წოდებები შემოგვაქვს ის წოდებები, რომლებიც, როგორც მოგახსენეთ, სამინისტროს შიგნით სხვა მიმართულებით სხვა თანამშრომლებზე ვრცელდება საშუალო სპეციალური წოდება, უფროსი სპეციალური წოდება და უმაღლესი სპეციალური წოდება. აქვე მნიშვნელოვანია ჩვენ აღვნიშნოთ, რომ ამასთან იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ფლობდნენ 2020 წლამდე და პრეისტორია მე თქვენ გაგიზიარეთ, რატომ მოხდა ეს. ამ დროს შეუჩერდათ მათთვის წოდების მინიჭება გარკვეული მიზეზების გამო, აღუდგებათ შესაბამისი წოდებები და გაცნელი დრო ჩაეთვლებათ წოდებისთვის მისანიჭებელ პერიოდში. შესაბამისი ცვლილება ასევე ხორციელდება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში. განისაზღვრება, რომ თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მისი მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოს მოსამსახურეებზე. სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში გავრცელდება თამდევი ცვლილება. წოდების მქონე მოსამსახურეების სამსახურის გავლის და წელთან ამსახურების დაგროვების შემდეგ მიიღებენ სახელმწიფო კომპენსაციას, რომლის ზღვრული ოდენობაც კანონით განისაზღვრება, სხვა უწყებების მსგავსად სტანდარტული წესით. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონშიც სხვა უწყებების მსგავსად ცვლილებები განხორციელდება სტანდარტული წესით. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში სხვა უწყებების მსგავსად ცვლილებები განხორციელდება სტანდარტული წესით. საქართველოს ორგანულ კანონში, საარჩევნო კოდექსში სხვა უწყებების მსგავსად სტანდარტული წესით გავრცელდება ცვლილებები და როგორც მოგახსენეთ, პაკეტს გამოაკლდება გარკვეული საკითხები, რომლებზეც დამატებით ჩვენ მუშაობთ. ეს საკითხები დამატების შესწავლას საჭიროებს, რის შემდგომაც მთლიანად ან მათი ნაწილი სხვა საკანონმდებლო ინიციატივის საგანი შეიძლება გახდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პაკეტიდან ამოღებულიყო ერთ-ერთი კანონპროექტი, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესის შესახებ საქართველოს კანონში. და აქვე ბოლოს მოკლედ სურს გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ ეს ამ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული სააგენტოს მოსამსახურეთა ხელფასებისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხების გამოყოფა დაგეგმილია სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საკუთარი შემოსავლებიდან ან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფით. ჩვენ ეს საკითხები გავლილი გვაქვს, შეთანხმებული გვაქვს და შესაბამისად ამ მიმართულებით პრობლემა უწყებას არ შეექმნება. დიდი მადლობა.
კეთილი, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დეტალურად წარმოდგენილი ინიციატივისთვის, ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იყო მისი მოსმენა. მე ჩემს ხრივ კითხვა არ მაქვს, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება სურს ნამდვილად, ვინაიდან მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, სწორედ ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის პრევენციისა თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისად მათთვის დამატებით სოციალური გარანტიების შექმნა, ვფიქრობ, რომ ნამდვილად თითოეული ჩვენთაგანის პრიორიტეტი უნდა იყოს, ამიტომ ნამდვილად ძალიან საინტერესო და პოზიტიური ინიციატივა არის. მიმართავ კომიტეტის წევრებს, ბატონ ზურაბს აქვს კითხვა და გთხოვთ. მოგესალმებით, მადლობა ბატონო გიორგი, მოგესალმებით კოლეგებო. კითხვა არ მაქვს, მეც დიდი პატივისცემით აღნიშნული სამსახურის მუშაკების მიმართ მოერთდები ბატონი თავმჯდომარის განცხადებას და ნებისმიერი ასეთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც პირიქით ასეთი პრობლემატური სფერო, როგორიც არის პრობაცია და ზოგადად მთლიანობაში სფეროს გულისხმობ, ამ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დაუღალავად 24 საათიან რეჟიმში, მათ აუცილებლად ჭირდებათ არა მხოლოდ სოციალური გარანტიები, თქვათ, კანონით გამყარებული, არამედ რეალური შეფასება საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩემი როგორც ერთი დეპუტატის მხარდაჭერა გექნებათ აუცილებლად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კეთილი, სხვა კითხვები, მოსაზრებები ხომ არ სურთ კოლეგებს? დასკვნითი სიტყვა ხომ არ გსურთ ბატონო გიორგი? დიდი მადლობა. ნამდვილად თქვენ როგორც აღნიშნეთ, ეს იქნება დიდი мотиваცია ჩვენი თანამშრომლებისთვის იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მე გაგიზიარეთ და ნამდვილად ჩვენი უწყების სააგენტოს თანამშრომლები იმსახურებენ იმ პრივილეგიებს, რომლებიც გათვალისწინებულია უწყების შიგნით სხვა სიპებისთვის, სხვა საქვეუწყებო დაწესებულებისთვის და შესაბამისად ნამდვილად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც პროდუქტიული იქნება და იქნება დიდი мотиваცია ჩვენი თანამშრომლებისთვის. დიდი მადლობა. კეთილი, კიდევ ერთხელ მივესალმებ პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ ნიკო წყარიაშვილს, მივესალმებ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს. ჩვენ ამოვწურეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და შესაბამისად შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტს დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა ასრულების წესის პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე სხვა თანმდევ კანონის პროექტებთან ერთად. ერთხმად არის მხარდაჭერილი. კეთილი, ამით კომიტეტის ცნობა დასრულებულია. მადლობა თანამშრომლობისთვის.